რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით გაიზარდა და 8.25% შეადგინა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სეფში განმარტავენ, რომ მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება ამცირებს რისკებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა უკვე 17 ივნისაა ჩანიშნული. ჩვენს კონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები. ეს მოლოდინები და ეს რისკები ნათელია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც არის ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანა. ასევე არავინ იცის თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, როგორი იქნება შემდგომი ფასების ვოლატილობა გარებაზრებზე და აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუნდაც მცირე ბიჯით ჩვენ გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ჩვენი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს. ანუ ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია.